ეს მაიამის გრან-პრია და აქ სრული სიგიჟეები მოხდა. 2010-იან წლებში ფორმულა 1-ს დაუდგა სერიოზული პრობლემა, რომ ამერიკის ბაზარზე არა მხოლოდ ახალ მომხმარებელს, არამედ არსებულ მომხმარებელსაც კარგავდა. მათ გადაიღეს სერიალი Drive to Survive, სადაც აჩვენეს კიდევ უფრო კარგად ამ სპორტის შიდა სამზარეულო, რამაც არნახული წარმატება მოიტანა და ფორმულა 1-მა შემდეგი ნაბიჯი გადადგა ამერიკის ბაზარზე განვითარებისთვის, რომ 2022 წელს მაიამის გრან-პრი დაამატეს და ასევე 2023 წელს ლას-ვეგასის გრან-პრი დაამატეს. პირველად გადავწყვიტე, რომ მაიამის გრან-პრის დავეწტრო და თქვენ გაგიზიაროთ თუ რა გამოცდილებაა აქ ყოფნა. ძალიან ცხელა. ძალიან. ეხლა გაჩვენებთ რა მხელა რიგია წყლის შესავსებ სადგურზე. გარდა იმისა, რომ მაიამის საშინელი ზეა წყალი ღირს $6, რაც 9 ლიტრი წყლისთვის საკმაოდ დიდი თანხაა. კიდევ ერთი ფაქტი, რაც ადასტურებს ამერიკის ბაზარზე ფორმულა 1-ის პოპულარობას, არის, რომ ამერიკული ბრენდი კადილაკი დაემატა წელს ოფიციალურად ფორმულა 1-ის რიგებს. ისინი ჯერჯერობით ვერ გამოირჩევიან საუკეთესო შედეგით, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი წინ არის. მინიმუმ 2051 წლამდე მაიამის გრან-პრი აუცილებლად იქნება, რადგან კონტრაქტი გაფორმებულია. დანარჩენს კი ვნახავთ, თუ როგორ განვითარდება დღევანდელი დღე, ასევე როგორ განვითარდება ხვალინდელი რბოლის დღე და საერთოდ როგორ განვითარდება ფორმულა 1-ის წარმატება ამერიკის შეერთებულ შტატებში. Thank you, sir. გამოჩნდნენ მანქანები პირველად და არანორმალურ ხმებს გამოსცემენ და არანორმალურ ენერგიას ატარებენ თანამედროვად. აბსოლუტურად ყველა სხვა სპორტისგან განსხვავებული ატმოსფეროა. გარკვეულწილად ალბათ ისიც ემატება, რომ ივენთი მაიამიში ტარდება და განსაკუთრებული საზოგადოებაა წარმოდგენილი მაღალი კლასის ყველა თაობის, მათ შორის დაწყებული 2 წლის ბავშვებიდან, რომლებიც მანქანებისკენ იწევიან და ძალიან მოსწონთ მოდელები, მათ შორის დამთავრებული საკმაოდ ხანშესული ადამიანებიც. არ ველოდი, რომ ესეთი მაგიური და ჯადოსნური გარემო დამხვდებოდა. ჩარლზ ლეკლერკმა და ფერარიმ მოახერხეს და პირველივე მოსახვევში მოიპოვეს უპირატესობა, თუმცა კიმი ანტონელიმ დაიბრუნა პირველი ადგილი. კიმი ანტონელი 18 წლისაა და ის მეორე სეზონს ატარებს ფორმულა 1-ის რიგებში. მანამდე მოახერხა და გახდა ფორმულა 1-ის მრბოლელი, სანამ რეალურ მართვის მოწყობას აიღებდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, კიმი ანტონელი სამართლიანად მიიჩნევა წლევანდელი სეზონის მთავარ ფავორიტად. ის ნამდვილად აღმოჩენაა და მას დიდი მომავალი ელის ფორმულა 1-ში. წერან რომ ვამბობდი, რომ 9 ლიტრი წყალი ღირს $6 თქო. აი ამ ბოთლზე ვამბობდი, რაც შესაბამისად ძალიან ძვირფასი ნიუთი ხდება რბოლის კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ შეგიძლია ჩახვიდე და შესავსებ სტეიშენზე ისევ დაიმატო. See that tire, the steering arm is gone. That doesn't move, so it's ყველაზე მეტად რამაც გამაუცა ამ სპორტში არის, რომ გულშემატკივრები აბსოლუტურად ყველა მოვლენაზე რეაგირებენ, არ აქვს მნიშვნელობა მათი საყვარელი რბოლელის კარგი შედეგია თუ პირიქით.
ახლა ვდგავართ რიგში, რომ მივიდეთ ახლოს პოდიუმთან და ნახოთ როგორ მიიღებს ჯილდოს კიმი ანტონელი. დაახლოებით 45 წუთი ველოდეთ გეითის გახსნას, რომ შეგვიძლებოდა მივახლოვებოდით პოდიუმს. თუმცა სამწუხაროდ აი ზუსტად პოდიუმის გახსნამდე გამოაცხადეს, რომ ის გეითი არ გაიხსნებოდა და შესაბამისად სტადიონის მეორე მხრიდან უნდა შესულიყო ნაკადი პოდიუმზე. სამწუხაროდ ჩვენ დავაგვიანეთ. თუმცა მიუხედავად ამისა, არარეალურად ემოციური და სურპრიზებით სავსე რბოლის დღე გამოვიდა. კიმი ანტონელი საბოლოოდ გაიმარჯვა, თუმცა იყო მთელი რბოლის მანძილზე ნებათაღელვა. მე პირადად არა ვარ ძალიან დიდი ფორმულა 1-ის გულშემატკივარი, თუმცა ჩემთვისაც კი ძალიან საინტერესო იყო, რადგან მე მიყვარს, როდესაც გულშემატკივრები ერთგულად უდგანან გვერდში შეძახილებით და მხარდაჭერით, არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ზოგადად სპორტს. შესაბამისად, ნებისმიერი მოქმედება, რაც ხდებოდა ტრასაზე, იყო მაყურებლების მხრიდან ოვაციებით შეგებებული. და რამოდენიმე წუთის წინ შემთხვევით გავიგე, რომ 7 საათიდან კარატე კომბატის ივენთი ტარდება ამერიკაში, რომელზეც გურამ ქუთათელაძე მონაწილეობს. დაახლოებით 30 წუთი მინდა იქამდე, შესაბამისად მივდივართ, რომ უგულშემატკივროთ ქართველ ვიკინგს გურამ ქუთათელაძეს. შორიდან ხელგაში მუშები. ძიმა ფეხი ქვემოთ, გაიხსენე ფეხი ქვემოთ. არგი ბიჭი. ვიქსნე შორიდან ნუ. გაიმახსოვრ, ფინტის მე. არგი ბიჭი ხარ? არაფერი, შენემუშა. ნუ ჩედე, არა. იდამი დაუმატე მან. იდა ერთი წუთი გასული. ისუქე. აიგე, მარცხენა ხელი არ შეწევდა რაც მარჯვენა. კარგი გაწვა. კარგი ბიჭი. ესო. And now, winner by unanimous, the red corner. დასრულდა კარატე კომბატ 61 და გურამ ქუთათელაძემ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა ლუკას ალმეიდა, რამაც ეს დღე კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. ასე დასრულდა ჩემი მოგზაურობა მაიამიში, სადაც დავესწარი ფორმულა 1-ს და კარატე კომბატს. მომავალ შეხვედრამდე, აბა დროებით.